რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. ირაკლი კობახიძეს, რომელიც საკუთარ თავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს უწოდებს, დღეს გაუმართავს სპეციალური პრესკონფერენცია ბორის ივანაშვილის სადიდებლად. ვიღაცებმა დათვალეს 28-ჯერ უხსენებია ივანიშვილი. ივანიშვილი ყველაზე ჭკვიანი, ივანიშვილი ყველაზე ლამაზი, ივანიშვილი ყველაზე კარგი, ივანიშვილი ყველაზე ბრწყინვალე გონების ადამიანი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელდასმანებით ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა. ვერავინ ვერ გაიგო რა შუაშია ივანაშვილი. არც დაბადების დღე აქვს თითქოს, არც არჩევნებში გამარჯვების წლისთავი, მოკლედ არაფერი განსაკუთრებული. სიამდვილეში ივანაშვილის ხსენებას დღეს კობახიძის პირით ორი მთავარი მიზეზი აქვს. ერთი არის გავრცელებული ჭორები, რომ კობახიძის მოშორებას აპირებს ივანაშვილი და ახლა ამ ორგანიზმს უნდა რომ საკუთარი ერთგულება კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს. ეს ერთი ყველაზე პრიმიტიული და ყველაზე მარტივი მიზეზი. მეორე მიზეზი კი არის განხილვა, რომელიც შედგა გუშინ შეერთებული შტატების კონგრესში. კობახიძე კი ამბობს, რომ ჯო ვილსონს საკუთარ ოჯახში, საკუთარ სახლში არ უსმენს არავინ არათუ კონგრესშიო, მაგრამ კონგრესმა ჯო ვილსონის წარდგინებით, ჯო ვილსონის ინიციატივით მიიღო კანონპროექტი, შესწორება უпростоრეთ კანონპროექტის, რომელიც როგორც ხედავთ, ძალიან ეტკინა ქართულ ოცნებას. The illegitimate Georgian Dream Team regime ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი ქართველი ხალხის სურვილებისა და შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ ქვეყნის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე გაყიდვის პროცესშია. საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამასთან ისინი ავრცელებენ ანტიამერიკულ პროპაგანდას და მუდმივად შეურაცხყოფას აყენებენ პრეზიდენტ ტრამპს. მას Deep State-ის აგენტობაში სდებენ ბრალს. ძალიან მოკლე კანონპროექტია, ძალიან მოკლე შესწორება, სულ რამდენიმე წინადადება, მაგრამ უმნიშვნელოვანესი პროჭორილელებისთვის და ზოგადად საქართველოსთვის. ამ შესწორებით სახელმწიფო მდივანს ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და თავდაცვის მინისტრთან, ანუ ომის მინისტრთან ერთად 180 დღის ვადაში ევალება წარადგინონ სპეციალური მოხსენება საქართველოში ყურადღებით რუსეთის და ჩინეთის ინფილტრაციის შესახებ. რამდენად არიან რუსეთი და ჩინეთი რამდენად აქვთ შემოღწეული საქართველოს ხელისუფლებაში, რამდენად ერევიან საქართველოს მართვაში. ეს მოხსენება იქნება საიდუმლო, მაგრამ ამ მოხსენებასთან ერთად სახელმწიფო მდივანმა უნდა წარადგინოს მოხსენება და 5 წლიანი გეგმა. რას ფიქრობ საქართველოსთან ურთიერთობაზე, რამდენად ეფექტურად გამოიყენება ფული საქართველოს დახმარების და ზოგადად ღირს თუ არა საქართველოსთან და საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა და ნებისმიერი რესურსის ხარჯვა. ეს დოკუმენტი, ეს შესწორება ძალიან რომ ეტკინათ პროჭორილელებს ძალიან მარტივი მაგალითით ჩანს. უკვე დღეს საქართველოს და ჩინეთმა გამოაცხადეს 3 წლით ადრე მიღწეული სტრატეგიული ხელშეკრულების ინტენსიფიკაციისა და ყოვლისმომცველ ფაზაზე გადასვლის შესახებ. ეხლა ეს ყოვლისმომცველი ფაზა განმარტებული არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩინეთი უფრო აქტიურად და უფრო აგრესიულად შემოდის საქართველოში. ხოლო რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, მე მგონი ამაზე ხა შეერთებული შტატების დაზვერვის ან ნებისმიერი სხვა დაზვერვის მოცდენა უბრალოდ არ ღირს, იმიტომ რომ საქართველოს მართავს ადამიანი და კობახიძემ დღევანდელი ბრიფინგი დაადასტურა, რომ სწორედ აი ის ადამიანი, ის არაფორმალური მართველი მართავს საქართველოს, ადამიანი, რომელიც რუსეთში გამდიდრდა, რომელმაც რუსეთიდან საქართველოში არჩევნების მოსაგებად შემოიტანა 2 მილიარდი დოლარი. 2-3 მილიარდი დოლარი. სულ ცოტა. ადამიანი, რომელიც აგრძელებს რუსეთთან ბიზნესს მას შემდეგაც, რაც ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გაყიდა ყველანაირი ბიზნესი რუსეთში. ადამიანი, რომელიც აგრძელებს ბიზნესს სანქცირებულ რუსეთთან, დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსეთთან და მე გაგახსენებთ მის სატელეფონო საუბარს ევტუშენკოვთან, რომელმაც გამოჟონა და ღია, ყველა მიცით ეს საუბარი. Боренька, дорогой. Володь, привет. Боренька, привет, родной. Рад тебе слышать. Боря. Да. რომელშიც სავარაუდოდ საუბარია უკრაინიდან მოპარული, რუსების მიერ მოპარული ხორბლეულის გაყიდვაზე საქართველოს სახელით მსოფლიო ბაზარზე. და ამ აფერაში, ამ სქემაში ჩართული იყო არა მხოლოდ ბორია ივანაშვილი, არამედ მისი მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღვარებაშვილი, რომელიც დღეს მოიძულა და აღარ ციხეში გაუშვა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სქემაში ბორის ივანაშვილის ბიზნეს სქემაში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო სტრუქტურა და ჩართული იყო ბორის ივანაშვილის მითითებით.
უამრავი სხვა ფაქტის დასახელება შეიძლება დაწყებული თუნდაც აი მეტროს ვაგონების რუსეთში ყიდვით და ბევრი სხვა მთელი ეს 14 წლის განმავლობაში თუ რამეს აკეთებდა საქართველო, აკეთებდა რუსეთთან ურთიერთობის დათბობის სახელით რუსეთთან კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციისთვის. ასე რომ არ მგონია რომ მაინც და მაინც ბევრი საქმე კონდეს შეერთებული შტატების დაზვერვას ან ნებისმიერ სხვა დაზვერვას იმისთვის რომ გაარკვიოს, დაადგინოს და ბეჭედი დაასვას რომ დიახ, ბორია ივანაშვილი და მისი რეჟიმი არიან რუსეთის წარმომადგენლები საქართველოში. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საქართველოს მართავს ადამიანი არაფორმალურად, რომელსაც გამოცხადებული აქვს რუსეთის პრეზიდენტის მადლობა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და ამ არჩევნების წარმართვისთვის. მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია და ჩემი რეკომენდაცია ამერიკელებთან რომ მაინც და მაინც ბევრს ნუვიმუშავოთ, ყველაფერზე დაპირწია მეგობრებო. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться, да.